ტექნოლოგიებისა და თამაშების სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და დღეს მასში AI-ის ინტეგრაცია უკვე აღარავის უკვირს. ხელოვნური ინტელექტი თამაშების სამყაროში ძალიან დიდ როლს ასრულებს. მას შეუძლია არა მხოლოდ თამაშის გრაფიკის შექმნაში, არამედ სიუჟეტის განვითარებაშიც მიიღოს მონაწილეობა. უფრო რომ დავაზუსტოთ, ხშირად სწორედ AI წერს ნარატივს და ისტორიას, რომელიც თამაშშია გაცოცხლებული. ქმნის ცალკეულ პერსონაჟებს, სცენებს ან მთლიანად სცენარს. ვიდეო თამაშების სამყაროში ხელოვნური ინტელექტი გავს კულისებს მიღმა ჯადოქარს, რომელიც ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის. თუ თამაშში ხედავ, რომ რაღაცები სწრაფად იცვლება, ან პერსონაჟები ისე იქცევიან, თითქოს მათ საკუთარი აზრი გააჩნიათ, ეს ყველაფერი AI-ის დამსახურებაა. ის მონაწილეობს თამაშის მექანიზაციაში, მაგალითად, კომპიუტერით კონტროლირებადი ოპონენტების შექმნისას არ არის საჭირო სკრიპტის დაცვა. ამის ნაცვლად მათი დააპროგრამება შესაძლებელია ისე, რომ ისწავლონ მოთამაშეების მოძრაობებიდან და მოქმედებებიდან. თამაშის განვითარების მიხედვით ეს ოპონენტები ადაპტირდებიან და ცვლიან ტაქტიკას. შესაბამისად, არა მოთამაშე პერსონაჟები, ბოტები და მობები სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული მონაწილეები არიან. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება უშუალოდ თამაშის პროგრამირებისას. თამაშის შექმნისას კოდირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოითხოვს თავდადებულ შრომას და კომპიუტერთან გატარებულ დიდ დროს. AI კომპლექსური ამოცანების ავტომატიზაციას აკეთებს და უზრუნველყოფს პროგნოზირებად გადაწყვეტილებებს. ასევე ხელოვნური ინტელექტი ხედავს თამაშის კოდის წერისას დაშვებულ შეცდომებს და გვთავაზობს მისი გამოსწორების გზებს. დეველოპერებს კი შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ შემოქმედებით რბაზე, რაც ამ რთულ და გრძელვადიან პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. AI აუმჯობესებს თამაშის გამოცდილებასაც. მაგალითად, თუ მოთამაშე ნელა თამაშობს, ხელოვნური ინტელექტი კარნახობს დამატებით სიგნალებს ან მინიშნებებს, რომ მოთამაშემ უფრო სწრაფად შეძლოს დონეების გადალახვა. თამაშის გრაფიკა, UI და UX დიზაინის კონცეფციები, ლოგოები და სარეკლამო მასალები ასევე შეიძლება შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ის გამოიყენება თამაშების ტესტირების ეტაპზე, სანამ მასობრივ მოხმარებაში ჩაეშვება. მას შეუძლია მრავალი სცენარის სიმულაცია და ხარვეზების გამოვლენა უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ტრადიციული მეთოდები აკეთებენ. არსებობს თუ არა AI პლატფორმა, რომელიც თამაშს თავიდან ბოლომდე შექმნის? პასუხი არის არა. ასეთი AI გენერატორი არ არსებობს, თუმცა არსებობს მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ასპექტში დასახმარებლად და ამა თუ იმ ეტაპზე განვითარების დასაჩქარებლად. ხელოვნური ინტელექტი თამაშის დეველოპერებს ვერ ჩაანაცვლებს, ისევე როგორც ვერ ჩაანაცვლებს კრეატიულ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებს. რადგან როგორც უკვე ვთქვით, ხელოვნური ინტელექტი არის სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც მხოლოდ ადამიანურ ნიჭთან და რესურსთან კომბინაციაში ქმნის უფრო სრულყოფილ პროდუქტს. თუმცა მეორე მხრივ AI ტექნოლოგიების გამოყენების თუნდაც საბაზისო უნარები თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით დღეს შეიძლება ითქვას, რომ სავალდებულოა. სხვანაირად რთული იქნება დაეწიო განვითარებას, რომლის ტემპიც ყოველდღიურად ჩქარდება.